პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. გამარჯობათ, რადიო კომერსანტის გადაცემა პროფესიონალები, მე გახლავართ რამაზ გერლიანი, ამ გადაცემის წამყვანი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება სახელმწიფო შესყიდვები და ეკონომიკური ეფექტი ამ შესყიდვების. დღეს პროფესიონალების სტუმარია ბატონი შალვა ჯულაყიძე, ეკონომიკის დოქტორი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი, საქართველოს სასჯელახსოვრების და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსი. მოგესალმებით ბატონო შალვა. მოგესალმებით. ფრიად საინტერესო თემაა, რა თქმა უნდა, ჩვენ მანამდეც ქონდა გარკვეული ტიპის გასაუბრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და საკვირველია საინტერესოა 2010 წლის შემდგომ, როდესაც ძირეულად ფაქტიურად ცვლილებები მოხდა შესყიდვების კანონთან მიმართებაში და ამ კანონში შევიდა ცვლილებები, მის შემდგომ რა შეიცვალა, რას ხედავთ დადებით, რას ხედავთ უარყოფით, ესე რომ ვთქვათ, ან თვითონ რას ვისურვებდით, როგორი შეიძლება ყოფილიყო მისი ძირითადი ეფექტები რა არის და ესეთი მოკლე სახის ანალიზი რო გავაკეთოთ თავიდან აი შესავლის სახით. პირველს ყოვლისა მივესალმები ჩვენს მსმენელებს. ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. მართალი აღნიშნეთ 2010 წელი, უფრო სწორად 2010 წლის დეკემბერი იყო ის გარდატეხის წერტილი, როდესაც საკანონმდებლო სივრცეში შევიდა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში და შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ნებადართული გახდა მხოლოდ ელექტრონული პროცედურების საშუალებით, გამოყენებით ელექტრონული ტენდერების გზით. ეს შეიძლება ითქვას რევოლუციური გარღვევა არის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც 15 რესპუბლიკიდან ფაქტობრივად პირველი საქართველოს აიღო ეს მიმართულება, ეს გეზი. რა თქმა უნდა, უდავოა, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება იმ დროისთვის არსებული რეფორმების რეფორმებთან მიმართულებით, საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ ყველა ნიუანსს აქვს თავისი დადებითი, ასე უარყოფითი მხარეები. მოდით პირველ რიგში გადავხედოთ კანონის მიზნებს. რას გვეუბნება ეს დოკუმენტი ზოგადად და რას ემსახურება, რა მიზნებს ემსახურება ზოგადად ეს ელექტრონული პროცედურები, ელექტრონული ტენდერები და ასე შემდეგ. პირველ რიგში კანონის მიზანი არის სახელმწიფო თანხების რაციონალური ხარჯვა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა ელექტრონულმა სისტემამ, ელექტრონულ ტენდერებმა თითქმის 100%-ით უზრუნველყო სახელმწიფო თანხების რაციონალური ხარჯვა. დაახლოებით საშუალო, რო ვთქვათ, ეკონომია, ანუ სავარაუდო ღირებულებას გამოკლებული ფაქტიური საკონტრაქტო ღირებულება შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით რო ავიღოთ, დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებში. როდესაც ქვეყნის მასშტაბით არის საუბარი, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, მინდა გითხრათ ამ კუთხით. მეორე ისევ მიზანს დაუბრუნდები, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯაროობის უზრუნველყოფა. აქაც შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით არის მიღწეული მიზანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სისტემა არის ონლაინ რეჟიმში ჩართული, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს ნებისმიერ ტენდერში, ნახოს ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც შემსყიდველის, თუნდაც მიმწოდებლების, მასში მონაწილე კომპანიების, განთავსებული ფასების, შეთავაზებების, თუნდაც მოთხოვნილი პროდუქციის, შეთავაზებული პროდუქციის და ასე შემდეგ. შემდგომ უკვე როდესაც უკვე დასრულდება ტენდერი, უკვე გაფორმებული კონტრაქტის, მისი ასლი ელექტრონულ ფორმატში არის დადებული სისტემაში განთავსებული, ასევე განთავსებულია კონკრეტული გადახდები, თქვათ, შემსრულებელ ორგანიზაციამ როდის რა თანხა, ვის, რამდენი გადაუხადა, რა დოკუმენტის საფუძველზე და ეს დოკუმენტებიც არის, ანუ აბსოლუტური გამჭვირვალობა არის ამ კუთხით მიღწეული. ასევე ერთ-ერთი მიზანი არის კანონის კონკურენციის განვითარება. აქაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ამ სისტემამ, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტურად ანუ კონკურენცია შეიძლება ითქვას დამოკიდებული არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. აი ზუსტად იმან, რომ ინფორმაცია არის ონლაინ რეჟიმში და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტ ჩართული კომპიუტერი შეიძლება მასში შესვლა და თქვათ შიგნით ტენდერში მონაწილეობის მიღება, ეს როგორც
დადებითი მოვლენა ის უნდა აისახოს, რა ხდებოდა მანამდე. მანამდე იყო როგორ კონკრეტულად ერთ ნომერში, ერთ-ერთ გაზეთში ცხადდებოდა, თქვათ, რაღაც კონკრეტული ტენდერი და მიმწოდებელი დაინტერესებული მხარე კონკრეტულად იმ გაზეთის იმ ნომერს თუ არ იყიდდა, ფაქტურად სხვა ინფორმაციის წყარო იმისა არ არსებობდა, ხო. შესაბამისად, ამან გამოიწვია, რომ ვინც იყო, ვისაც ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია, რომ რაღაც ტენდერი უნდა გამოცხადდეს, ან მზადდება, შესაბამისად ის იყო, ესე რომ ვთქვათ, ჩასაფრებული, ჭალებში ვიტყვი ამ ფრაზას და კონკრეტულად იმ გაზეთის იმ ნომერს ყიდულობდა და შესაბამისად იღებდა მაშინ მონაწილეობას. სხვა პოტენციური, ვთქვათ, მიმწოდებელი პოტენციური კომპანია, რომელსაც შეეძლო შემყიდვების მისი დაკმაყოფილება, ფაქტურად ინფორმაციის გარეს რჩებოდა და ანუ იქნებოდა არაჯანსაღი, არაკონკურენტუნარიანი გარემო, მე ესე ვიტყოდი. სისტემამ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მოაგვარა ელექტრონულმა შესყიდვებმა და ნებისმიერ დროს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი. და მესამე, მეოთხე მიზანი, რომელიც კანონში არის, ეს არის სანდოობის ჩამოყალიბება, ზოგადად საზოგადოების მხრიდან სანდოობის ჩამოყალიბება. გარკვეულწილად ესეც მიღწეულია, შეიძლება ითქვას, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს აღარ უჩნდებათ იმის განცდა, რომ ესა თუ ის თქვა ტენდერი გარკვეულწილად ვიღაცაზე არის მორგებული, რომელიღაც კონკრეტულ კომპანიებზე და ასე შემდეგ და თამამად შეუძლიათ შევიდნენ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა თავიანთი თქვა შეთავაზება ის გააკეთონ. კი ბატონო, მადლობთ ბატონო შალვა. რეკლამის დრო არის ჩვენს ეთერში, ძალიან სწრაფად გავიდა პირველი ბლოკი და შემდგომაც აუცილებლად გავაგრძელებთ უკვე ეკონომიკურ ეფექტზე და ამას უკვე სპენდალს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ შესყიდვების შესახებ გვექნება საუბარი უბრალოდ ეკონომიკურ ჭრილში. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. თქვენ აკეთეთ საქმე და თქვენი რეკლამა ანდეთ პროფესიონალებს. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტის სარეკლამო სამსახური 2 505 95 და 5. სასტუმრო კომპლექსი ლობოტა რეზორტი გთავაზობ დასვენებას საუცხოო გარემოში. გაადარეთ გაზაფხულის თბილი დღეები ულამაზესი ტბის პირას და განითვერთეთ ყოველდღიური ცხოვრებისაგან. სასტუმროს დასაჯაშნად დარეკეთ 591 70 07 77 591 14 94 94. ეკონომში მასშტაბური საყოველთაო გათამაშება დაიწყო. მოიგე მილიონი ლარის ტექნიკა, 10 ავტომობილი Mercedes-Benz, 10 ოროთახიანი ბინა თბილისში და სუპერპრიზი 9 მილიონი ლარი. იჩქარე, ჯერ არ ნახული გათამაშება და მოგების ყველაზე მეტი შანსი ეკონომში. თქვენ აკეთეთ საქმე და თქვენი რეკლამა ანდეთ პროფესიონალებს. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტის სარეკლამო სამსახური 2 505 95 და 5. ყოველ დილით რადიო კომერსანტის ეთერში ჯანსაღი დილა წარმატებულ ადამიანებთან ერთად. დაიწყე დილა მათ რჩევებით, გაიგე მეტი. როგორ იწყებენ დღეს საქმიანი ადამიანები? ყოველ დღე 18-დან 21 საათამდე რადიო კომერსანტის საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ სამშენებლო მასალების ცენტრი თაბე. სამშენებლო მასალების ცენტრი თაბე, ადგილი სადაც იპოვით ყველაფერს, რაც მშენებლობისა და რემონტისთვის გჭირდებათ. სანტექნიკა, გრანიტი, კერამიკული ფილების 300-მდე სახეობა, კარები, ლამინატი, აბაზანის აქსესუარები, გათბობა, წებოცემენტი, საღებავები და 1001 აუცილებელი წვრილმანი. ხარისხის და კომფორტის გარანტი. სამშენებლო მასალების ცენტრი თაბე. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, შევახსენებ, რომ საუბარი გვაქვს სახელმწიფო შესყიდვებზე და მის ეკონომიკურ ეფექტზე. ჩვენი სტუმარი არის ბატონი შალვა ჯულაყიძე. ბატონო შალვა, ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად თავარ ესე ვთქვათ ასპექტებზე, თუ რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონი, უზრუნველყოფილია კონკურენცია, გამჭვირვალობა და ასე შემდეგ. თუმცა ამავდროულად საინტერესო იქნება თვითონ ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით, რამდენად კარგად მოერგო შესყიდვების პოლიტიკა იმისთვის, რომ ამა თუ იმ დარგის ეკონომიკური, ესე ვთქვათ, მიმართულება უფრო განვითარდეს და ეკონომიკას შეუწყოს უშუალოდ ხელი, ანუ ეკონომიკური ეფექტი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც ეკონომისტებს რაც გასაკვირია ეს ხარეთ გვაინტერესებს და ეს მნიშვნელოვანი იქნება ამ შემთხვევაში. გთხოვთ. ძალიან საინტერესო შეკითხვაა.
რაც შეეხება შეზღუდვების კანონმდებლობის ეკონომიკურ ეფექტს. აქ ჩვენ საკითხი ალბათ მიზანშეწონილი იქნება ორ ნაწილად გავყოთ პირობითად. ერთი წარმოვიდგინოთ სახელმწიფო სექტორიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ეკონომიკური ეფექტი გამომდინარე ამ კანონიდან და მეორე ზოგადად ბიზნესის სფერო და ბიზნესიდან დანახული ეკონომიკური ეფექტიანობა. დავუბრუნდები პირველს, რაც შეეხება სახელმწიფო სექტორით, როგორც ახლა აღვნიშნე და აღარ გავიმეორებ, ფაქტურად ის კანონის მიზანშიც დევს თანხების რაციონალური ხარჯვა და ეგ ძალიან შესამჩნევი არის ეს ეფექტი. მოდი განვიხილოთ ახლა მეორე მხარე, რასაც ბიზნესის სექტორიდან დანახული ეფექტიანობა ქვია. საერთოდ ეკონომიკის და ბიზნესის საფუძვლებში გვასწავლიდნენ იმას, რომ ყველა ორგანიზაცია მიზანმიმართული არის კონკრეტულად მოგების მიღების მიზნით. მოგების მიღებაზე. შესაბამისად, გარკვეული მოგების მიღება განაპირობებს იმას, რომ მოხდეს ამ კომპანიაში განვითარება, შეიქმნას შეძენილიქა დამატებითი რესურსები, რაც განაპირობებს უფრო დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და შემდეგ უკვე კიდე დამატებითი პროდუქტის წარმოებას და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში ქვეყნის მასშტაბით მიიღწევა ეკონომიკური ზრდა. ანუ ეს ერთმანეთს რო დაუკავშიროთ, მოდით ესე ვთქვა, თუ კომპანიას არ ექნა მოგება, მაშინ ქვეყანაში არ იქნება ეკონომიკური ზრდა, ხო? ნუ ასე ვთქვა, მასიურ დონეზე არის საუბარი, ერთი კომპანიის ჭრილში რა თქმა უნდა არა. დაინტერესება ზოგადად კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო დაკვეთებისადმი არის ძალიან დიდი და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოში საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება ტენდერებში მონაწილეობა და საკმაოდ ფაქტურად ნებისმიერი კომპანია ცდილობს იმას, რომ მიიღოს სახელმწიფო დაკვეთა, ანუ გაიმარჯვოს ტენდერებში და გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებები. გარკვეულწილად ეს სახელმწიფოს დამსახურებაც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური უზრუნველყოფა არის 100%-იანი, იქ არანაირი თქვა ხარვეზი ამ კუთხით არ არის შეფერხებები ნაკლებად არის და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი არის რა, რომ როდესაც ფაქტურად ფასების მინიმიზაცია ხდება ჯერ კიდევ ტენდერის დამუშავების ეტაპზე, სანამ გამოცხადდება წინამოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე. შემდგომ უკვე როდესაც კომპანია შედის ტენდერში, ხედავს ისედაც ეგრეთ წოდებული ხა გამოვიყენებ ამ ტერმინს გაწურულ ფასს და შემდეგ კიდევ ხდება ამ ფასის კლება. ამ კლება ფაქტურად მოგების მარჟა ნებისმიერი კომპანიის, ანუ ის წილი, რომელიც უნდა მოხმარდეს რეალურად შემდგომ ამ კომპანიის და ზოგადად ბიზნესის განვითარებას, უახლოვდება თითქმის ნულს. არის შემთხვევები, როდესაც პირიქით ნულზე ნაკლები, ანუ უარყოფითში გადადის და კომპანია რეალურად, გარდა იმისა, რომ ზარალზე გავიდა იმ პროექტიდან, რა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა, ფაქტურად არაფერი არ არის. ხშირია შემთხვევები ასევე ბატონო რამაზ, რომ კომპანიები, რომლებმაც გარკვეული სახელმწიფო დაკვეთები მიიღეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ წყვეტენ არსებობას. გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად დიდი ზარალი მოყვა ამ იმას, რომ იმ ზარალის ამოღებას ხელახლა ვალდებულებების შესრულებას აზრი აღარ ქონდა, ამიტომ უფრო მარტივი და იული გზა მოიძებნა ამისთვის. შექმნეს ახალი და არეგისტრეს ახალი კომპანია, ძალიან გამარტივებულია ჩვენს ქვეყანაში და ფაქტობრივად ახალი ფურცლიდან დაიწყეს ახალი შეკვეთების მიღება და სამუშაოების შესრულება. ესეც გარკვეულწილად არის დამაბნეველი, ანუ შეიძლება იგივე შემსყიდველისთვის, იმიტომ რომ ფაქტურად კომპანია, რომელიც იცი რომ მუშაობდა ამ დროს ის აღარ არსებობს, რეალურად შეიძლება ამ კომპანიას ჰქონდეს გარკვეული რაღაც საგარანტიო ვალდებულებები, შეიძლება იყოს გრძელვადიანი, 5 წლიანი, 10 წლიანი, 20 წლიანი. ამ დროს რაღაც ფინანსური პრობლემების გამო ის კომპანია იხურება და მის სამართალმემკვიდრე როგორც ესეთი არ არსებობს და ფაქტობრივად ის ვალდებულებებიც უკვე რაც აქვს ამ კომპანიასთან სახელმწიფო წინაშე აღებული, რაღაც სხვადასხვა კონტრაქტებით ისიც წყდება და ესეც თუნდაც დღის წესრიგში დაუშვათ ამ გარანტიების შესრულებისა, ამ შემთხვევაში უკვე რეალურად შემთხვევაში არ იქნება შესაბამისი არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ იმაზე. ანუ აქ აი ზოგადად ბიზნესის კუთხით თუ შევხედავთ ამ კანონის ეფექტიანობას, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ თვითონ ალბათ სოციალურმა გარემომ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემაც მოიტანა ეს მომენტი, რომ კომპანიები იძულებული არიან, თქვათ, იმის, ანუ აიღო ნებისმიერ ფასად მოიპოვონ ესაც თუ დაკვეთა, ოღონდ მოიპოვონ, არ ხდება ფაქტურად ეგრეთ წოდებული დემპინგური ფასის გათვლა,
პროექტისთვის, ტენდერისთვის, იმიტომ რომ ყველა კომპანიისთვის არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის ქვემოთაც არ უღირს მას ამ პროექტში მონაწილეობა, ხო? არის მე პირადად რამდენიმე კომპანიასთან მქონია შეხებური, ნებისმიერ ფასად უნდათ მოიგონ იმის გამო, რომ თვითონზე თქვა სხვა პროექტები მოხდეს ამ აქ მიღებული თანხებით მოხდეს სხვა პროექტების დაფინანსება, ამ ეგრეთ წოდებული პირამიდას თამაში. ესეც აგრძელულია. მოყვებოდეს წინავალდებულებები, რომლებიც არ აქვს ბოლომდე შესრულებული. რა თქმა უნდა, ესეც კანონით ესეც არ არის დაშვებული, ესეც შეზღუდულია, იმიტომ რომ სახელმწიფო როდესაც გაძლევს რაღაც თანხას, იქნება ეს ავანსის სახით თუ შემდგომ სახით, იქ პირდაპირ არის ნიშნება ის თანხა კონკრეტულად იმ პროექტში უნდა მოხმარდეს, მაგრამ მიზნობრივად კაცრად არის განსაზღვრული გეთანხმებით, მაგრამ თვითონ კერძო სექტორი მიდის გარკვეულ რისკზე, იმ იმედით, რომ ეს არ გამჟღავდება, ან თქვათ მაკონტროლებელი ამას ვერ შეამჩნევს და ასე შემდეგ და დაახლოებით ესეც შედევს ვხებულობთ. იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ და მოხდა თუნდაც ამ სახით მისი მოქმედება კომპანიის, შესაძლოა რომ ეს კომპანია თუნდაც ეგრეთ წოდებულ შავ სიაშიც მოხდეს, ხო? მაგრამ ამავდროულად თქვენ როგორც ბრძანეთ ზეღან, ანალოგიური მეთოდით შეიძლება შავი სიაც არ წარმოადგენდეს პრობლემას, იმიტომ რომ ანალოგიურად იგივე პირებს, იგივე პიროვნებებს თავისუფლად შეუძლიათ უკვე შექმნან დამატებითი კომპანია, ანუ უფრო სხვა კომპანია უფრო სწორად და მათ შემდგომშიც უკვე თავისუფლად შეეძლება თუნდაც სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ამა თუ იმ ტენდერში მონაწილეობა. კი ბატონო. არა, 100%-ით მართალი ბრძანდებით, ანუ რეალურად შავ სიაში შედის იურიდიული პირი და არ შედის არც მისი ეგრეთ წოდებული ტოპ მენეჯმენტი, არც მისი დამფუძნებლები, ეს ის ანუ ფაქტობრივად მისი რეგისტრაცია ხდება საიდენტიფიკაციო მონაცემების საინდიფიკაციო კოდის საფუძველზე. შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში იმ კომპანიას კანონით არ აქვს უფლება მიიღოს რაიმე სახის სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა. მაგრამ იმქიდან გამომდინარე, რომ ახალი კომპანიის რეგისტრაცია საკმაოდ იული თემაა საქართველოში, 1 წელი დალუდება არავის არ აქვს სურვილი, ამიტომ მარტივად მიდიან აფორმებენ ახალ კომპანიებს და იგივე პიროვნებები, იგივე მენეჯმენტი შემოდის ახალ ტენდერებში. ოღონდ აქაც არის მცირეოდენი შეზღუდვა, იმიტომ რომ თუ არის დიდი ტენდერი, რასაც ელექტრონულ ტენდერს ვეძახით, ანუ სავარაუდო ღირებულება, რომელსაც 200,000 ლარი და მეტი არის, იქ შემთხვევაში როგორც წესი, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ითხოვენ ხოლმე გარკვეულ გამოცდილებას, ანუ კომპანიას უნდა ქონდეს ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდი. ხშირად არის, როდესაც ითხოვენ გარკვეულ რეკომენდაციებს. ამ შემთხვევებში, აი ესეთ მსხვილ ტენდერებში, რა თქმა უნდა, ვეღარ შედიან ის კომპანიები, იმიტომ რომ ფაქტობრივად გუშინდელი დაფუძნებულები არიან და უფრო მცირე ზომის, ანუ ტენდერებში ღირებულების მქონე ტენდერები შედიან, მაგრამ ხშირად არის ესეთი სიტუაცია, რომ აი ეს ანუ ამ მცირე ზომი პატარ-პატარა დაკვეთებით საკმაოდ უკვე დიდ თანხას, დიდ შემოსავლებს და დიდ იმასაც მიღებულობენ საერთო ჯამში. ასე რომ რა თქმა უნდა შავისი არის გარკვეული ხელშემშლელი ფაქტორი, გარკვეული დაცვის მექანიზმი შემსყიდველებისთვის, რომ არაკეთის ინდისიერი და ესეთი კომპანიები არ შემოვიდა, მაგრამ ეს არის მცირე ზომის ბარიერი, რომელსაც ძალიან ბევრი კომპანია ძალიან იოლად ასე ვთქვათ. რაღაც ღია ველს ტოვებს, რასაც შეიძლება შემდგომ და გამოიყენონ ის ეწოდებულ შავ ხვრელს და აქედან. კი ბატონო. ამავდროულად როცა საუბარი არის დაუშვათ და მინიმიზაციაზე თანხების და შესაბამისად თანხების პირდაპირ ეკონომიაზე, ივადება რა საკვირველია კითხვა, რამდენად ზეგავლენას ახდენს ეს უკვე თუნდაც შესყიდვის შედეგად მიღებულ პროდუქციას მომსახურება იქნება თუ სხვა საქონელი მის ხარისხზე, ანუ ახდენს თუ არა ეს ზეგავლენას, იმიტომ თუ კომპანია რეალურად ხედავს რა მოგებას უმცირებს ან რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში მიდის, ამ შემთხვევაში ალბათ მოუწევს რაღაცა შეცვალოს, ან თუ წინასწარ ვერ არის შეთანხმებული, ან ძალიან რთული იქნება ამის ნებისმიერი სახის და მომსახურების ან ნებისმიერი პროდუქციის შემადგენელი ნაწილის ზუსტი აღწერილობა, აი დაუშვათ და მაგიდას რამდენი რაღაცა ჭირდება, თუნდაც საკანცელო მაგიდა ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის. ეს ალბათ შექმნის პრობლემას, თუნდაც ერთი ხარისხის ხრა და მეორე ალბათ ის კადრები, რომლებმაც ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ, ამაზეც თქვენს გაქვთ ნასაუბრები და ძალიან ასე ვთქვათ დეტალური ანალიზი გააკეთეთ ამაზეც და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო იქნება სმენელისთვის უკვე ამ მიმართულებითაც რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ ბატონო ამას, ანუ ერთ-ერთი მთავარი, ანუ პრობლემატური რაც არის აი ზოგადად ფასების მინიმიზაციის კუთხით არის სწორედ საბოლოო ხარისხი.
ეკონომისტებმა ვიცით ესეთი გამოთქმა, რომ ჩვენ მე არც თუ ისე მდიდარი ვარ, რომ იაფიანი პროდუქცია შევიძინო. სამწუხაროდ არის ესეთი მომენტი დღევანდელ კანონმდებლობაში, რომ მხოლოდ ფასი განსაზღვრავს იმას, ანუ ვინ არის ტენდერში გამარჯვებული. და რაიმე სახის ბერკეტი გარდა ტექნიკური აღწერილობისა და იმ პროდუქტის დეტალური აღწერილობისა, სხვა რამე მაკონტროლებელი, ფაქტობრივად ინსტრუმენტი, იარაღი შემსწავლელ ორგანიზაციას არჩება იმისთვის, რომ ხარისხის უზრუნველყოფა მოახდინოს. ეხლა როდესაც საუბარია თქვათ მარტივი ტიპის საქონლზე, თუ იგივე საკანცელარიო საქონლზე, რა თქმა უნდა, აქაც საკმაოდ პრობლემატურია სიტყვაზე თუნდაც აღწერილობის დეტალური აღწერილობის გაკეთება, მაგრამ როდესაც საუბარია თუ იგივე თქვათ სამშენებლო სამუშაოზე, სარემონტო სამუშაოზე, ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრება, მაგალითად რომელი ფირმის აღებავით ან რომელი ფირმის სიტყვაზე ლურსმნით ან რომელი ფირმის თქვათ ჭანჭიკით გააკეთებ ამას თუ იმას. არა და შეიძლება სწორედ ხარისხი იმ ლურსმნებში, იმ ჭანჭიკებში და თქვათ იმაში საერთო ჯამში ერთად ის ყველაფერი თუ ის არის უხარისხო, ის არის უხარისხო, საერთო ჯამში უკვე შენობა გამოდის უხარისხო არამდგრადი და თქვათ იგივე რა თქმა უნდა, საერთო ჯამში მაინც მივდივართ, რომ თითქოს მოდის სახელმწიფო ძუნწობს, მოდით ესე ვთქვათ, იხდის ნაკლებს, მაგრამ რეალურად ანუ 100%-ით ვერ იღებს იმ შედეგს, რაც უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ზოგადად ეკონომიკური გათვლებით დამტკიცებულია ის, რომ თუ ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი, ჯობს იმაში ოდნავ მეტის გადახდა და იმის მიხედვით რომ ის ხარისხი იყოს და თქვათ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლილი იმ პროდუქტის სარგებლიანობა ზოგადად. ეხლა რაც შეეხება კონკრეტული შემთხვევების მოყვანა ძალიან რთული იქნება, მაგრამ პრობლემა დგას რაში? მეორე კუთხით, რომ კი ბატონო, თქვენ გინდათ ხარისხიანი, აღწერეთ ხარისხიანი, ანუ კანონი დაახლოებით ამ ენაზე გვეუბნება, თქვენ გჭირდებათ ხარისხიანი რაღაც პროდუქტი? კი ბატონო, გააკეთეთ მისი ტექნიკური აღწერილობა, ისეთი, რომ ის შეესაბამებოდეს ხარისხიანს. მოითხოვეთ შესაბამისი, თქვათ, სერტიფიკატები, შესაბამისი, თქვათ, სერტიფიკატები იქნება ეს შესაბამისი, თქვათ, ლიცენზიების სტანდარტებთან შესაბამისობა, თქვათ, თუნდაც ტექნიკური პარამეტრები ამა თუ იმ საქონლის. აქ უკვე ვაწყდებით მეორე პრობლემას. ეს არის საკმაოდ დიდი მეცნიერება და არაერთი, ანუ რამდენიმე მიმართულება, ფაქტურად არ არსებობს დარგის სფერო, რომელსაც სახელმწიფო არ ყიდულობდეს. ძალიან რთულია ეს, თქვათ, ერთ ადამიანში ან რამოდენიმე ადამიანის რამოდენიმე კაციდან შემდგარ ჯგუფში მოაქციო მთელი ის ცოდნა, რაც არსებობს ზოგადად იგივე მშენებლობის კუთხით, იგივე თქვათ IT ტექნოლოგიების კუთხით, იგივე თქვათ ავტომობილების კუთხით, იგივე თქვათ ავეჯისა და აქსესუარების კუთხით და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან რთულია, თქვათ, შესყიდვების სპეციალისტისთვის იმის განსაზღვრა, თქვათ, როგორი აღწერილობის ავეჯი იქნება ხარისხიანი, თქვათ, რომელი კატეგორიის რაღაც, თქვათ, ლამინირებული MDF-ის პროფილი გამოიყენოს და რომელი, თქვათ, კატეგორიის არ გამოიყენოს. შესაბამისად, ამ დარგის სპეციალისტები ფაქტურად არ არსებობენ საქართველოს. მე ხა მარტო ავეჯისე მოვიყვანე, მაგრამ ზოგადად აი საქონლმცოდნეობის სპეციალისტები ფაქტურად არ არსებობენ. ყოველ შემთხვევაში თუ არსებობენ, ისინი არ არიან შესყიდვების სფეროში ჩართული. ამიტომ შესყიდვების სპეციალისტები ვაწყდებით ძალიან ბევრ წინააღმდეგობა. ხშირად არის ესეთი ხარვეზები ტენდერებში, როდესაც კი გვინდა რაღაც ხარისხიანი პროდუქცია, მაგრამ აღწერილობა არის არასრულყოფილი, ამიტომ კერძო კომპანია უსადაგებს ყველაზე იაფიან ვარიანტს, შესაბამისად შედარებით ნაკლებ ხარისხიანს და ფაქტურად მე შემწყიდელ ორგანიზაციას აღარ რჩება ბერკეტი იმისა, რომ თუნდაც იმ იაფიანზე უთხრას ვარი, იმიტომ რომ ის იაფიანიც უკვე მის აღწერილობას შეესაბამება და ასე შემდეგ. ამიტომ აქ არის ზოგადად კადრების გადამზადების პრობლემა, აქ არის თვითონ დარგის სპეციფიკის პრობლემა და ამ დარგის ადამიანები შეიძლება ყველა შემსხვედო ორგანიზაციაში არა, მაგრამ სხვილებში მაინც რამოდენიმე კატეგორია უნდა არსებობდეს და მე ვთვლი, რომ შესყიდვების კანონი უფრო უნდა იყოს პროცედურებზე აწყობილი და ასე შემდეგ, ანუ იქ საჯაროებაზე, კონკურენციის, ჯანსაღ კონკურენციის განვითარებაზე და არა თქვათ, მაგალითად ამა თუ იმ შესყიდვის ობიექტს ტექნიკურად როგორ სრულყოფილად აღწერ. ვინ არის კარგი შემსყიდველი, ვინ კარგად ჩაატარა ტენდერი თუ ვინ კარგად აღწერა ეს ტექნიკური ობიექტი. კი ბატონო, ჩვენს ეთერში კლავ რეკლამის დროა, დროებით სვენელს დავემშვიდობებით. რეკლამის შემდგომ უშუალოდ ვისაუბრებთ რასაკვირველია კადრებთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ აგრეთვე იმ ერთიან ჯაჭვზე, რომელიც სფეროები არის ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაკავშირებული.
პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. თქვენ აკეთეთ საქმე და თქვენი რეკლამა ანდეთ პროფესიონალებს. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტის სარეკლამო სამსახური 2 505 95 და 5. გზის დაგება, ტურისტული ზონის რეაბილიტაცია თუ წყლის გაყვანა. შენზე უკეთ არავინ იცის რა სჭირდება შენს რეგიონს. იმოქმედე დღესვე. შეიტანე განაცხადი გამგეობაში ან საკრებულოში. საერთო ძალისხმევით ჩვენ ეტაპობრივად ვავითარებთ რეგიონის ინფრასტრუქტურას. მუნიციპალური განვითარების ფონდი. ასე შენდება ქვეყანა. იცით თუ არა რომ Gazette Financials საქართველოში ბიზნეს ლიდერების 80% კითხულობს. კითხველთა 60% ინგლისურს სრულყოფილად ფლობს. 80% დასაქმებულია. აქედან ნახევარზემეც მენეჯერის პოზიცია უჭირავს და Gazette-ს ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად ეცნობა. დაუკავშირდით საქართველოს ყველაზე მდიდარ აუდიტორიას. რეკლამა Financial-ში 252 275. თქვენ აკეთეთ საქმე და თქვენი რეკლამა ანდეთ პროფესიონალებს. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტის სარეკლამო სამსახური 2 505 95 და 5. ყოველდღე 8-დან 12 საათამდე რადიო კომერსანტის დილის ეთერს წარმოგიდგენთ PSP. PSP-ს გათამაშება დაიწყო. ყოველი 20 ლარის შენაძენზე მიიღეთ გათამაშების 1 ბილეთი, 50 ლარიან შენაძენზე კი 5 ბილეთი. დააგროვეთ ღიმილები აირჩიეთ საჩუქრები კატალოგიდან და მოიგეთ 12 ახალი ავტომობილიდან ერთ-ერთი. უპრეცედენტო გათამაშების წელი PSP-ში. მოგების 4 შანსი, 4 სეზონი, 4 გათამაშება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, სმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარია ბატონი შალვა ჯულაყიძე. ჩვენ გვაქვს დღევანდელი გადაცემა მიძღვნილი სახელმწიფო შესყიდვებთან და მის ეკონომიკურ ეფექტებთან მიმართებაში. როგორი მდგომარეობა არსებობს კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, როგორია კანონმდებლობა, რას ვაწყდებით წინამდებობებს, როგორი შეიძლება ყოფილიყო იმისთვის, რომ მიეცეთ შესაბამის კომპანიებს იმის საშუალება, უფრო კარგად იმუშაო მოცემულ ბაზარზე და ამავდროულად კონდეთ მათ ლავირების უნარი, იყოს კონკურენტუნარიანი, ამავდროულად მიიღოს სახელმწიფო ხარისხიანი საქონელი და მომსახურება შესყიდვების შედეგად. ჩვენ საუბრობთ საკადრო პოლიტიკაზე, თქვენ შეგიძლიათ ბატონო შალვა თუნდაც ის საკადრო უბრალოდ კადრებთან მიმართებაში, ან თუნდაც კვალიფიკაცია როგორ შეიძლება გაეზარდოთ, ან როგორ შეიძლება არსებული კადრები გახდნენ უფრო კვალიფიციური. დღეს ალბათ თქვენ ბრძანეთ ჩვენს საუბარში, რომ ძირითადად ადგილზე მუშაობის დაწყების შემდგომ აგროვებს მხოლოდ და მხოლოდ კადრი ამ კვალიფიკაციას და სანამ ეს შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას დააგროვებს, რეალურად შესაძლებელი იქნებოდა, რომ თავიდანვე უფრო ეფექტიანად ემუშავა. ამ მიმართულებით ამავდროულად სტანდარტიზაციაზე ძალიან საინტერესო იყო თქვენი საუბარი და კომენტარი. ამაზე თუ შეგიძლიათ რომ სმენელს უფრო განუმარტოთ პროფესიონალის დონეზე. დიახ, რაც შეეხება ზოგადად განათლების სფეროში აი შესყიდვების როლს და პირიქით განათლების როლს შესყიდვების სფეროში ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის დღეს საქართველოსთვის, იმიტომ რომ სწორად აღნიშნეთ ამ დრამას ფაქტურად ადამიანი თუ პრაქტიკულად არ შეეხო, ანუ არ დაიწყო მუშაობა შესყიდვების მიმართულებით, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო სექტორში იქნება თუ კერძო სექტორში. ფაქტიურად არანაირი ინფორმაცია, თქვათ, არსებული ამ მეთოდების, წესების და იმის, თქვათ, ნორმების შესახებ მას არ აქვს. საერთაშორის მინდა აღნიშნო, რომ დღესდღეობით საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია არის, რომელიც თავაზობს ჩვენს ზოგადად მსმენელებს სხვადასხვა მომსახურებებს, იგივე ტრენინგის კუთხით და გარკვეულ რაღაც ერთი კვირიანი, ორ კვირიანი ტრენინგები არის, როდესაც ხდება ამ ხალხის გადამზადება ამ კუთხით. მაგრამ ესეც მე ვიტყვი, რომ არასაკმარისი არის, ეს არის უბრალოდ ფაქტურად არსებული რაღაც მინიმალური ცოდნის კიდევ უფრო ოდნავ, ვთქვათ, გაცნობიერების დონეზე ხდება ეს ყველაფერი. საერთოდ ჯამში პროფესიონალები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტრენინგ ცენტრებიდან ვერ მივიდნენ. ეს არის უბრალოდ რაღაც გარკვეული ვაკუუმის სიცარიელი შევსების ყველაზე იოლი ფორმა. მინდა აღნიშნო, რომ რაც შეეხება განათლების სფეროში ამ შესყიდვების როლს, ძალიან წამოიწია ზოგადად საქართველოში მით უმეტეს და ზოგადად მსოფლიო დონეზე. საუბარია საერთოდ იმაზეც, რომ როგორც კვალიფიკაცია
შესყიდვების მენეჯერი, აი ესეთი კვალიფიკაციაც არსებობდეს. ეს რა თქმა უნდა ევროპის ქვეყნებში არის ამაზე საუბარი. სხვათაშორის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელმა საქართველოში სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო ადმინისტრება, სხვადასხვა სახელწოდებით, ეგ საგანი როგორც სავალდებულო საგანი ბაკალავრიატის დონეზე და რიგი შემთხვევაში სამაგისტრო დონეზე შეიყვანა და შესაბამისად რამდენიმე ჩემი კოლეგები მეც მათ შორის მქონდა ბედნიერება წამეკითხა ლექციები ამ მიმართულებით და არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც ალბათ არასაკმარისია საბოლოო ჯამში სრულესულად რომ მივიღოთ. შესყიდვების სპეციალისტი, შესყიდვების მენეჯერი, მოდით ესე დავარქვათ, ეს არის პიროვნება, რომელსაც უნდა გქონდეს ძალიან კარგი ეკონომიკური აზროვნების უნარი, მაგრამ უნდა იყოს ასევე ძალიან კარგი იურისტი. ეს არის აი ადრე ორმა განათლებას იღებს. კი, აბსოლუტურად გეთახმებით, იმიტომ რომ ფაქტურად საკანონმდებლო სივრცეში ისე უნდა მიიღოს ეკონომიკური ეფექტი, რომ არ დაარღვიოს კანონი. ამიტომ კანონი რო არ დაარღვიოს, კანონი უნდა ვიცოდეთ, ხო? და თან აქ არ არის ერთ კანონზე მხოლოდ საუბარი. ხა ერთ კანონს ბოლო-ბოლო ადამიანი, უმაღლეს განათლება ადამიანი წაიკითხავს და გაიგებს რა შეა საქმე. აქ არის საუბარი მთელი ნორმატიული აქტების ერთობლიობაზე, რომელიც ირევად განსაზღვრავს მთელ ამ პროცესს და ის გაცილებით მეტია, ვიდრე თქვა ერთი შესყიდვების შესახებ კანონი. ამიტომ და ხო, მაგრამ მას უნდა ქონდეს ეკონომიკური უნარჩვევები, უნდა დაინახოს ის ეფექტი, რაც ჩემ კოლეგა იურისტებს, ალბათ მე ვთვლი, რომ ეკონომიკაზე გაცილებით უკეთესად გვაქვს და არ მინდა გული დავწვეთო ჩემ კოლეგა იურისტებს, რომელსაც აი ეფექტურობის, ეფექტიანობის ის დანახვის უნარი, პირ ეს უნარი უნდა გქონდეს. ამიტომ ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება მომზადდეს სპეციალური თქვა პროგრამები, კურიკულუმები და თქვა ჩვენმა წამყვანმა უმაღლეს სასწავლებლებმა გარკვეულწილად იგივე თქვა განათლების სამინისტროსთან ერთად შევიდეს კვალიფიკაციათა ჩარჩოში შესაბამისი კვალიფიკაცია და უკვე გარკვეული პროგრამის საფუძველზე მოხდეს ამ ხალხის მომზადება. ეს რაც შეეხება უშუალოდ შესყიდვების დარგის სპეციალისტებს, რომელიც აი პროცედურულ საკითხებზე და ეკონომიკურ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. აქ ჩვენ საუბრობდით, მანამდე ქონდა საუბარი ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ჩვენ ხო, ანუ სტანდარტებზე და ასე შემდეგ. დღესდღეობით საქართველოში სტანდარტების კუთხით მინდა გითხრათ, რომ არის აბსოლუტური ვაკუუმი. ფაქტურად არაფრის არანაირი სტანდარტი არ არსებობს, გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა და შესაბამისად ფაქტურად შემსყიდველის გადასაწყვეტი არის, შემსყიდველის მენეჯერის გადასაწყვეტია, თქვა ეს როგორი უნდა იყიდოს, ესეთი თუ ესეთი. და მოდით მისა და თქვა შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის გემოვნება წყვიტავს ამას და ამას. მაგრამ ხო, ამისთვის რა არის აუცილებლად შემუშავდეს გარკვეული სტანდარტები, არსებობდეს რომ თქვა ესეთი თქვა კონკრეტული შესყიდვის ობიექტი სახელმწიფო სექტორში როგორი უნდა იყოს. რათაშორის არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ბატონ რამას საქართველოს ხელისუფლების წარმატება რამოდენიმე მიმართულებით ამ კუთხით, რაც განისაზღვრა მაგალითად იყო ესეთი ყბადაღებული თემა ავტომობილების თემა, მიცით რომ გამოსული არის მთავრობის დადგენილება, რომელმაც გარკვეული სტანდარტებში მოაქცია ავტომობილები, მისი კლასები, შემუშავებულია კლასები თანამდებობრივი რანგირების მიხედვით, ვის როგორი რანაირი ავტომობილი ეკუთვნის, თქვა პერსონალური თუ მორიგე ტიპის, თავისი დანახარჯით, დიახ, რა გეთანხმებით, განსაზღვრულია ზღურული ღირებულებები, რომ რამდენის მეტი არ უნდა გადაიხადოს შემსხდელმა თითოეულ ავტომობილში, თითოეულ კლასის მიხედვით და ეს მინდა გითხრათ გაცილებით დაბალია, ვიდრე თქვა წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, შეიძლება სამჯერ 4 ჯერ დაბალი იყოს კონკრეტული ავტომობილისთან მიმართებაში. და რეალურად უკვე ჩვენს შემსხდელებიც ეს დოკუმენტი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ ვიცით რას ვიდურებთ და როგორ უნდა ვიყიდოთ. ანალოგია განსაზღვროთ უშუალოდ პოლიტიკა შესყიდვა. რა, ვაჭრობის არავის უკვე აღარ აქვს პრეტენზია, მე ესეთი ავტომობილი მინდა, მე ესეთი ავტომობილი, ყველა მითის რომ ეკუთვნის ესეთი. всё. ჩვენც მარტივად ვართ. იგივე სიტუაცია მინდა გითხრათ კომპიუტერული ტექნიკის დონეზე, პერსონალური კომპიუტერების დონეზე, ეგრეთ წოდებული ლეპტოპების მიმართებაში. აქ უბრალოდ ეს ოფიციალური რაღაც სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ ქვეყანაში ჩატარდა ეგრეთ წოდებული კონსოლიდირებული ტენდერი, რომელმაც შეკრიბა მთელი სახელმწიფო სექტორში არსებული მოთხოვნა კომპიუტერული ტექნიკისა 2014 წლის განმავლობაში, ვის რამდენი კომპიუტერი ჭირდებოდა და შესაბამისად შემუშავებული იქნა გარკვეული სტანდარტი, როგორი უნდა იყოს საოფისე კომპიუტერი, თქვათ, სახელმწიფო სექტორში. როგორი უნდა იყოს საოფისე ლეპტოპი
სახელმწიფო სექტორში. და მინდა გითხრათ, საკმაოდ კარგი ეფექტი მიიღო, ფინანსური ეფექტი გულისხმობ ამან, იმიტომ რომ ფაქტურად ფასი დაახლოებით 30-40%-ით შეამცირა ერთად ერთეულ კომპიუტერზე გათვლილი ღირებულებით. და კიდე ესეთი ალბათ სპეციალური ჯგუფი მუშაობს ამ საკითხების მიმართებაში და იმედი მაქვს, რომ კიდე ახალ-ახალი სტანდარტები შემოვა, რომელიც ჩვენთვის იქნება უკვე ხელმოსაჭირი და სასარგებლო ზოგადად. კი ბატონო, დიდი მადლობა, ნამდვილად საინტერესო იყო ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, ჩვენ გქონდა სახელმწიფო შესყიდვებზე საუბარი, შევეხეთ რამოდენიმე ესე ვთქვათ სეგმენტს, საკვირველი ერთი გადაცემით ამ თემის ამოწურვა ყოველად შეუძლებელია და ფაქტიურად ის გადაჯაჭვულია ყველა სფეროსთან და რამოდენიმე ესე ვთქვათ ამ ჯაჭვის სკოლს შევეხეთ კონკრეტულად. მე მინდა რომ ბედნიერი გიორგობა უსურვო თითოეულ ჩვენს მსმენელს, სრულიად საქართველოს. ამავდროულად მინდა აღვნიშნო რომ ხვალ უკვე ამ გადაცემას ამავე დროს წაიყვანს სხვა წამყვანი, მე კიდევ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, გიორგობას გილოცავთ. პროფესიონალები კომერსანტზე, რამაზ გერლიანთან ერთად.